ის არის უშანგი ნანავა. ნანავა გადმოვიდა ხო ლეგენდაში. და სანდროც. კი. 1-2 1-2-3 აბა 1-2-3 4-5-6 7-8 9 10 გამარჯობათ, მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს 5 აპრილია, საქართველოს საერთაშორისო ავტოდრომზე ვიმყოფებით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე და პირდაპირ ეთერში გთავაზობთ სარბოლო სეზონის გახსნის ერთ-ერთ სახეობას, ეს არის ლეგენდების ტიპის ავტომობილები. დღეს თქვენთვის იმუშაობენ ვადო წაწალაშვილი და ნიკოლოზ ონიკაშვილი. მოგესალმებით პატრიციულ ტელემაყურებლებო. ამჯერად ჩვენ უკვე თვალს ვადევნებთ Legend Cars. ეს მოკლე ისტორიას მოგახსენებთ პრეისტორია შეიძლება ასე ითქვას. ეს არის წმინდა წყლის ამერიკული კულტურა, ეს არის რეპლიკები, ანუ მინი ავტომობილები იმ ავტომობილებისა, რომლითაც 40-იან წლებში ასპარეზობდნენ ამერიკის კონტინენტზე და შემდეგ სამოყვარულო კლასად ჩამოყალიბდა 90-იან წლების დასაწყისში, რამაც მერე მიიღო ძალიან დიდი გამოხმაურება, განვითარება და უკვე ჩამოყალიბდა მონოკლასად. შემდეგ ამერიკის კონტინენტიდან ბუნებრივია პოპულარობის და გამო გადმოინაცვლა უკვე ევროპის კონტინენტზე და ბუნებრივია საქართველოშიც. მთელ მსოფლიოში პოპულარული კლასია ეს, აღჭურვილი არიან თანამედროვე ტიპის ძრავებით. შევახსენოთ მაყურებლებს, რომ ბაზად არის აღებული მოტოციკლების ძრავი 1300 კუბიანი, როგორც წესი Yamaha-ს მოდელის, სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი და წონა სიმძლავრის თანაფარდობა ისეთია, რომ 100 კილომეტრს ამითარებს 20 წამამდე, 3.5 წამი ეჭირდება და ერთ-ერთი საუკეთესო სარბოლო ბოლიდია და რაც თავარია ყველაზე სანახაობრივი. აი რაშიც ეხა მაყურებლები თვითონ ერთი შეხედვით ესეთი რეტრო სტილის პატარა ავტომობილი, იმიტომაც ქვია Legend Cars. Legend Cars ნამდვილად საკმაოდ სწრაფი ავტომობილია, საკმაოდ კარგი სამართალი. აი ჩვენ ხედავთ შოთა აფხაზავას, რომელიც დღეს სასტარტო ხაზზე მეორე პოზიციიდან სტარტავს. გამოცდილი შოთა აფხაზავა, რომელიც შეგახსენებთ ასპარეზობს Blancpain Endurance კლასში, Lamborghini Huracanით უკვე და მრავალ რა თქმა უნდა საქართველოში, მთელ ევროპაში მისი სახელი ცნობილი. გუნდი საკუთარი, რომელიც ფორმულა 3-ის კატეგორიაში ასპარეზობს. ევროპის ჩემპიონატზე და ეხლა ველოდებით ასე აღსანიშნავია დათა ქაჯაია, რომელიც მრავალგზის ევროპის ჩემპიონია, ზუსტად სამი გზის ევროპის თასის გამარჯვებული. და დათაზეც საერთოდ შეიძლება 1 საათი საუბარი, საერთოდ შეიძლება არ გვეყოს, ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე წარმატებული საერთაშორისო დათა ქაჯაია, რომელიც სამჯერ ზედიზედ ევროპელებს ტოლს არ უდებს და აბსოლუტურად თითქმის უამრავ რბოლებში მთელი ევროპის მასშტაბით ადამიანი მოდის პირველ პოზიციაზე, ის ამბობს ასეთ რაღაცას, რომ მე რბოლა ყველაზე მეტად მიჭის საქართველოში. ყველაზე ბრძოლის უნარიანი პილოტები არიან საქართველოში. სულ რამდენიმე წამში ჩვენ დავინახავთ უკვე სტარტს ამ ავტომობილების. აი თო წვანე შუქი და ლეგენდებმა აიღეს სტარტი. ნახოთ, როგორც ფორმულა ალფაში, ასევე მნიშვნელოვანია პირველი მოსახვევი, ნახოთ აქ როგორ ჩაეწერებიან პილოტები. და შოთა აფხაზავა და შოთასგან მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მეორე პოზიციაზე იყო, იგი უფრო უკეთეს მდგომარეობაში იყო პირველ მოსახვევისთვის, ანუ მარჯვენა მხარე ეკავა. დათა ქაჯაია გურუვია მას კლავ მიყვება და შემდეგ უკვე მესამე პოზიციაზე და მეოთხეზე ბარემ პელოტონი ჩამოთვალოთ. ნახოთ, თუმცა აიხლა გადაწყდება. გოგა არჯევანიძე მოდის, არჩილ ბიძინაშვილი აიხლა გადაწყდება ბატონო ყველაფერი აი ამ მოსახლეებში. შოთა ალბათ შეინარჩუნებს პირველ პოზიციას, დათაც მეორეზე, აი მესამე, მეოთხე, მეხუთე უკვე იქნება დიდი შებრძოლება. გოგა არჯევანიძე მესამე პოზიციაზე. მოდი დათაზე ვიტყვი ისევ, რომ დათა არის ძალიან რკინის ნერვების მფლობელი სპორტსმენი, რომელსაც შეუძლია მთელი აი ნახეთ როგორ ჩაუდგა იგი შოთა სლიპსტრიმში და ეხლა ეცდება რომ პირველში გაასწროს. რამდენად გამოულა ეს არ ვიცი, ნახოთ, იმიტომ რომ ფაქტიურად გადაბმულები მიდიან. შოთა დიდესი გამოცდილების პილოტია, ნუ ასაკეთეც იგი აი ბლუ-რეი და ბონებრივია, მას არაერთი საერთაშორისო ტურნირი აქვს მიღებული, შოთა აფხაზავის გულისხმობ. ჯერჯერობით არაფერი არ იცვლება, მხოლოდ მესამე, მეოთხე, მეხუთე ადგილისთვის. მესამე პოზიციაზე ეს არის Liberty Bank-ი, გოგა არჯევანიძე, ასევე ცნობილი მრბოლი, მას ძველი მაინც გულისხმობ 2000 წლების პერიოდში იგი საკმაოდ კარგად ასპარეზობდა რალში
და დღეს უკვე გადმოინახეთ წერილ რბოლებს ჩვენ ვხედავთ ლეგენდ კარში. ენერგეტიკული სასმელის გუნდს Blue Racing, რომელთაც ასპარეზობს უშანგი ნანა. აი ნახოთ დათა კვლავ კუჩია უზის შოთას აი ხლა ეცდება მაგრამ დაუკეტა შოთა აფხაზავა ბუნებრივია შოთა მას არ მიცემდა აი მის ფუფუნებას რომ გაესწრო ამ მოსახვევში თუმცა აი ხლა დიდი მნიშვნელობა აქვს თუ დათა გაიშვათებულ ჰაერის ბალიში ჩაუჯდა შოთას ეგრეთ წოდებულ სლიპსტრიმში აი ნახოთ შეიძლება გამოიყენოს მოსახვევი მაგრამ დავით კაკაბაძე გადაინაცვლა მესამე პოზიციაზე გოგა არჯევანიძე მეოთხე აფხაზავა კვლავ პირველია. ნახოთ და მოსახვევში. აფხაზავა პირველი, მეორე ხაჯაია და მესამე დავით კაკაბაძე, მეოთხე გოგა არჯევანიძე, მეხუთე არჩილ ბიძინაშვილი. ყალდაკვალ მოყვება მას ოფიციალურმა დაკარგა პოზიციები. გიორგი ბეჟიტაშვილი 2013 წლის საქართველოს ჩემპიონი ლეგენდ კლასში. ჯერჯერობით მე-6, მე-7 პოზიციას. აი აქ იქნება საინტერესო ბრძოლა მეორე ადგილისთვის, იმიტომ რომ ქაჯაია ეხლა დაკავებული გასწრები და მას წარმოეწია კაკაბაძე, რომელიც გამოირჩევა ესეთი აქტიური აგრესიული მართვით და შესაძლოა ეცადოს ორმო გასწრებაზე, აი უფრო ცდილობს. ისიც ჩაუჯდა უკვე სლიპსტრიმში თავის ხრივ. ფაქტიურად ქაჯაიას 7-ვე მონაწილე ერთმანეთს შოთა იმდენად სწრაფად უტევს მოსახვევებს, რომ მისი მანქანა ფაქტობრივად სურავს ეხა მაყურებლებმა ალბათ დაინახეს კიდეც რომ აფხაზავის მანქანა იმ ესის გაუგზროს ტრაექტორიას იცვლიდა მოცურვებით. ანუ აფხაზავა ბუნებრივი არ დათმოს აი მე რაც გითხარით და კაკაბაძე ასტრებს სლიპსტრიმზე ქაჯაიას. აი ესეა. არა მოგუჩნდა შოუ პლანზე ჩანდა თუმცა ესში მან დაიბრუნა. იგი აპირებდა ანუ წამოიწყო თუმცა ვერ შეძლო ბოლომდე ვერ დაამთავრა კაკაბაძე გასწრება ვხედავთ კვლავ ვხედავს ეხლა მიაწვება ეს არის ნასკარის მეთოდი მსგავსი რამ ხდება ვინც ავტოსპორტის კვალს ადევნებთ ეხლა კონტაქტი რა თქმა უნდა ეხლა ფაქტობრივად აწვებოდა შეიძლება ასე ითქვას აი ნახეთ ხედავთ შეცდომაც კინა რომ დააშვებინა ზუსტად კაკაბაძე აი ამას საჩვენებდა ხედავთ არჩილ ბიძინაშვილი რომელსაც დაკარგა მართვა მოცურდა და სამწუხაროდ დაკარგა პოზიციები ლიბერტი ბანკის ერთი ავტომობილი აი ლიდერებმა ჩაიარეს გადაკვეთეს სასტარტო ხაზი ნახოთ პირველი მოსახვევი მკვეთრი დამურხუჭებით აი შოთა უკვე ისე უტევს ფაქტიურად ბოლო წერტილსაც კი გადაარჩი ანუ აი აპექსი აიღო ყველაზე უკიდურესი ფაქტობრივად იმ მოსახვევში მრავალი სპორტსმენი უკვე მოსახვევს ხედავთ როგორ გაზარდა რა თქმა უნდა იქ ავტომობილი ბევრი ვერ დაიჭერდა აი ეხლა ჩანდა იმ ხელაჩქარებით გამოვიდა მოსახვევში რომ ფაქტობრივად გავაკნის ზონაზე გადავიდა ტორმოზის საბოლოო წერტილი გადაწია რამდენიმე მეტრს ისე გავიდა გარე ტრაექტორიაზე აი კაკაბაძესა და ქაჯაიას ბრძოლა просто აი ხედავთ შოთა ისე უტოს მოსახვევს აგრესიულ ტორმოს ხმარობს და ბოლო მომენტში ატორმოზებს რა თქმა უნდა რაც მას მხოლოდ ეს გადარჩენია მას რომ შეინარჩუნოს ეს ლიდერობა თუმცა არ ვიცი საბოროები და წინა დაკიდება როდენმე გაუძლებს ამ აგრესიულ მართვას კაკაბაძე უტოს იქ ხედავდით ქაჯაიას მოკლედ აი საუკეთესო რბოლის მნახველები ვართ ყოველთვის ვამბობთ არაერთხელ ვითქვავს რომ ლეგენდ კარის ყურება არის ერთი სიამოვნება ფაქტიურად ქაჯაია დაკავებული არის თავდაცვით ამით ისარგებლა შოთა აფხაზავამ და გაზარდა ზუსტად თავის უპირატესობა პერიოდულად ძდის პერიოდულად ამცირებს თათა თავის თუმცა ყველაზე კარგ პოზიციაში ნამდვილად ეხლა შოთა იმყოფება იმიტომ რომ მას წინ არავინ მიდის იგი პირველ პოზიციაზეა ქაჯაია 2 ცეცხლში ფაქტობრივად უკვე 4-ეული გამოიყო და აი ამ 4 პილოტში გადაწყდება ალბათ გამარჯვებულის ვინაობა თუ რამე ტექნიკური ხარვეზი არ მოხდა კაკაბაძე უტევს აი აქ ფაქტობრივად იგი უტევს და შემდეგ ვნახოთ აი უკვე გაასწრო ანუ დაასრულა გასწრება ამ მოსახვევში იგი შემოვიდა მეორე პოზიციაზე და ჩვენ ხედავთ რომ კაკაბაძეს უტევს თავის ხრივ 21 ნომრით მოასპარეზე გოგა არჯევანიძე. ეხლა იგი ჩაუდგა მას სლიპსტრიმში. ვნახოთ, აი საუკეთესო ხედი რეჟისორები თავაზობენ. აი ხედავთ? არჯევანიძე რა გამოიყენა ზუსტად? სალმა მონაწილემ ერთად გადაკვეთა სასტარტო ხაზი და ვნახოთ. არა, ქაჯაიმა არ მიცა უკვე არჯევანიძეს, მეცაც გეტყვი დაიბრუნა მეორე ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეცადა. გოგა გასწრებას, თუმცა ვერ მოახერხა. ნუ კვლავ ლიდერი შოთა აფხაზავა, დავით ქაჯაია, გოგა არჯევანიძე, რომელსაც
დავით კაკაბაძე ფაქტიურად გადამული მოუყვება ხელით აჩვენებდა გოლები საკეში ხედავენ ერთმანეთს არ გაგიკვირდა პატიცინო მაყურებლებო მსგავსი რამ ხდება ავტოსპორტში 12 ნომერი ასევე ლიდერობს დღევანდელ ხაჯაია პლანორეზია მაგრამ იქ ჩვენ დავინახეთ რომ უკვე არჯევანიძე მესამე პოზიციაზეა 21 ნომრით თუმცა ლეგენდის ტიპის მანქანებში არაფერი არ არის გამორიცხული ბოლო წრეზე შეიძლება მოხდეს გადასწრება ყველაზე სანახაობრივია მეთამამად შემიძლია თქვა ბოლო წრემდე არ არის გადაწყვეტილი ვინ შეიძლება მოიგოს რბოლა ზუსტად აი ეს მატებს დრაივს აი ამ კლასისას ძალიან სანახაობრივია ამით გამოირჩეოდა ყოველთვის და ზუსტად ამ გარემოებამ განაპირობა ის რომ აფციაური და ბეჟიტაშვილი როგორ ბრძოლობენ ევროპაში გადმოინაცვლა ლეგენდ კარმა მეოთხე პოზიციისთვისაც მეხუთე პოზიციისთვის მიმდინარეობს ძალიან დაძაბული ბრძოლა კაჯაიამ ჩამოიშორა ეხლა თითქოს პირველი ოთხეული დაწყნარდა ოღონდ დაწყნარდება 93 ნომრით მოასპარეზე დავით კაკაბაძე რომელიც იყო მეორე პოზიციაზე ეხლა მეოთხეაზეა და ცდილობს მესამეზე გადაინაცვლოს უნებრივია იგი გოგას არ მოასვენებს არჯევანიძის გულისხმობ ნახოთ აი ყველაზე საინტერესო მომენტი აქ ექსპრესივით შემოვიდა 4 ავტომობილი გადაბული ერთი შეხედვით აი ნახოთ ეხლა შოთას უჭირავს ოპტიმალური ტრაექტორია იგი გარე მხრიდან შეუტევს მოსახოს ტრადიციულად სხვა მონაწილეები ძალიან შორსარია აი ხა მოჭრის მოსახოს აფხაზავა დიახ ხედავთ როგორც მოჭრა ამ დროს იწუთება მაქსიმალურად საფორეები დაკიდებასაც დიდი დატვირთვა ადგება თუმცა აფხაზავა მოკეთით ის ყველაფერი და იგი იმედოვნებს რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა მისი ავტომობილისა ბოლის ბოლომდე დაძლევს ზუსტად ამიტომაც უთავს ეს აგრესია 21 ნომრით მეოთხე პოზიციაზე გოგა არჯევანიძე უთავს კაკაბაძეს ანუ კაკაბაძე დაასწორა როგორც ხედავ დაიწყო მესამე პოზიცია ნახოთ ყველაზე საინტერესო მოსახული ჩვენ ფაქტიურად დავით კაჯაიამ ჩამოიტოვა მესამე ადგილზე ყოფი დავით კაკაბაძე მას საშუალება აქვს თავისუფლად დაგეგმოს დავითი ნამდვილად მიეკუთვნება ესეთი ტიპის პილოტს რომელიც გეგმავს გასწრებას ემზადება ერთი მომენტისთვის იგი აღარ იცავს თავს სრული ორიენტაცია კომფორტი იმისთვის რომ დაგეგმოს გასწრება შოთაზე თუმცა არ ამგონია შოთა ესე ადვილად დანებდეს და ნახოთ შოთა აფხაზავა რამდენად გაუправდება კაჯაიას შეტევებს თუმცა ახლა ბოლო 2 წრეა უკვე რაც თვალს ვადევნებთ დათააბიტოს მას აქტიურად ალბათ ბოლოს დაეციოს ამისთვის უნდა დაეციოს შემოინახა ეს შეტევები ნახოთ აქ კიდე მესამეზე გაიშალა პოზიციები, გაიმყარეს ესე თქვა პოზიციები და იმიტომ რომ ფაქტობრივად 3 წრე ისე დაუნდობლოთ უტევდნენ ერთმანეთს რომ ალბათ გადაიღალდნენ კიდეც. Liberty Bank-ი უტევს VTB Bank-ს. ნახოთ ვინ იქნება გამარჯვებული, Liberty თუ VTB Bank. აი აქ ეცდება ეხლა და შეამციოს. და მე მგონი კარგად შევიდა მოსახლეობის მაგრამ გამოიყენებს ახლა. აი ნახოთ, მაგრამ შოთა არ აწევს ამის საშუალებას, აფხაზავა გამოსტელი პილოტია, იგი გარე ტრაექტორიდან შეუტევს. და VTB Bank-ი ახორციელებს გასწრებას Liberty Bank-ზე. სამაგიეროდ კაკაბაძემ გამოიყენა სლიფსტრიმი და გაასწრო. ვერა გოგამ გაასწრო, ასე გამოვიდა. საკმაოდ სტაბილურია Liberty Bank-ი და მისი მოლელი გოგარჯვანზე. ნახოთ რას დაგეკითხა დავით კაჯაია, როგორი ტიპის. ნახოთ, ეხლა ისე დაუნდობლად უტევენ ერთმანეთს, რომ ალბათ ჩემი ვარაუდით კაკაბაძესა და არჯევანის შორის ისეთი ბრძოლა იქნება, რომ შეიძლება მსგავსი ჩვენ მივიხილოთ კაჯაია აფხაზავას დუელში. აქ რაღაც თითქოს შეებუენ პილოტები მეორე ადგილს, მაგრამ მესამე ადგილზე რაც ხდება, ეს არის განუმეორებელი. მე არ მგონია, რომ სამის ევროპის ჩემპიონი შეეგუოს მეორე ადგილს. ნახოთ, თუმცა შოთა აფხაზავას რეგალიებიც არ დაგვაქვს, იგი არაერთის გამარჯვებულია კონკრეტულად ლეგენდ კარში. ფაქტიურად ორივე ევროპაში მოასპარეზეს. ლას-ვეგასის პრიზი აქვს მას მოგებული და ეს ძალიან ამაზე მეტყოლებს, აი სოფლიო დონის ჭიდილს ხედავთ ჩვენ პირველ-მეორე ადგილს. კაკაბაძე კლაუტოს კაკაბაძე კლაუტოს და ალბათ გაასწრებს. ნახოთ. თუმცა შემდეგი მოსახვევი მარჯვნივ არის. აი შემდეგი ეს ნახოთ. არა, დათომ რატომღაც თითქოს დათმო პოზიცია არის. შეიძლება უბრალოდ აფხაზავა გამომეორებელი, როგორც ყოველთვის. აი წამოეწია.
როგორც ჩანს ბოლო წრეზე გადასწრება ყველაფერი დატა ძალიან გამოსტილა მიუხედავად იმისა რომ ახალგაზრდა შედარებით საკმაოდ დადებითი ძალიან კარგი პიროვნება მას პირადად ვიცნობ პრინციპში ყველა მოასპარეზე პელეტონში ძირითადად და მე ვიცი რომ უაღრესად ჯენტლმენია უპირველესად დატა და სპორტული ჯენტლმენია ახლა ნახოთ საკმაოდ ერთ-ერთი ბოლოც დაიქნება ალბათ თუ შეძლებს გასწრებას მაშინ გაასწრებს თუ არა და შესაძლოა მან სლიპსტრიმს იყენებს დატა ქაჯაია მაგრამ ნუ აი აფხაზავა უკიდურესი მარჯვენა წერტილი დაჭრის ხედავთ ტრადიციული მაყურებლებო აი ამის ხარჯზე ინაჩუნებს მაგრამ ქაჯაია სამაგიეროდ მას კვალში იმიტომაც უდგას რომ მოსახვევში ნამდვილად ქაჯაიას უპირატესობა ვლინდება ეს ზუსტად იმის ხარჯზე რომ აფხაზავა კარგავს სიჩქარეს ეს ზუსტად იმის გამო რომ კვეთრ მოსახვევს აკეთებს იქ კვეთრ ტრაექტორიით უხობს უბრალოდ აი ახლა არის ერთ-ერთი სწრაფი მონაკვეთი ხიდის ქვეშ მონაკვეთი აი საინტერესო რაკურსი დაეწევა ქაჯაია დარწმუნებული ვარ აი რამდენად მოახერხებს გასწრებას უკვე მაგას ვერ მოგახსენებთ მესამე მეოთხე ადგილისთვის არის არ ვიცი მე ამ ბრძოლას ამ პაექრობას გადავარქვა ორი დიდი ბანკი ებრძვის ერთმანეთს ორი დიდი პილოტით კორპორატიული შეჯიბრება თავისუფლად შეიძლება როგორ დამთავრდება ჯერ ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვით სანამ სასტარტო ხაზს არ ფინიშის ხაზს არ გადაკვეთავენ აი ხედავ დატა ქაჯაია ძალიან ახლოს მიყვება უკვე ფაქტიურად ბოლომწელობაა და გზნობს აი ხა უნდა გაასწროს ესეთ მაგრამ მე მგონი მარცხენა მოსახვევია სწორედაც მახსოვს პოზიცია სწორედ შეარჩია ნამდვილად აი ახლა აქ არ მგონია რომ მაგან კორიდორი დაუტოვოს დათას და ასეც ხდება აფხაზავა იდეალურად მართავს ავტომობილს იდეალურად ირჩევს ტრაექტორიას და ქაჯაიას იზღადარჩენია მის კვალდაკვალ იაროს მოდი რასაც ვერ ვიტყვით მესამე ადგილისთვის ბრძოლას ერთ რაღაცას დავამატებ ნიკა ესე იგი შესვლის პოზიციაზე უფრო ჩქარა შედის შოთა აფხაზავა და ბუნებრივია ამის ხარჯზე ნელა გამოდის მაგრამ ეს საკმარისია იმისთვის რომ მან შეინარჩუნოს ლიდერობა რასაც დატა პირიქით აკეთებს ფაქტობრივად. მაგით განსხვავდებიან ზუსტად პილოტები ერთმანეთს. ჯოვანიძემაც გაამყარა თავისი პოზიციები, ფაქტიურად მას კაკაბაძე ვეღარ უტევს. მე მგონი Liberty Bank-ს დღეს აუცილებლად ვიხილავთ პოდიუმზე შამპანიის. აი აფხაზავა მოსახვევიდან გამოდის თუ არა ინაცვლებს უკიდურეს მარცხენა პოზიციაზე, მარცხენა მხარეს. მოდი თქვა რომ დათას არ უშვებს ისი ახლოს რომ დათამ განახორციელოს გასწრება. და აი აქ საიდან უხოთ, აი აპექს საიდან აქ დაღებული ხედავთ. ავატო შენ ალბათ უკეთ მოგიხსენება, მაგრამ მაყურებლებისთვის მინდა ახსნა, რომ აი უკიდურესი მარცხენა კუთხიდან და შემდეგ კვეთრად ჭრის. ამის ხარჯზე იგი მოსახვევში იგებს, თუმცა გამოსვლა ნელია, ბუნებრივია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მან შეინარჩუნოს ის მე მგონი ყველაზე უკეთესად თვითონ პილოტებმა იციან თუ როგორი ტაქტიკით. სამაგიეროდ ეხლა ვინც გამოსტილი პილოტია, ეს ხედავს, რომ ქაჯაიას განსხვავებული მანერი ჩადის. კი, ქაჯაიას განსხვავებული ტრაექტორიით მოძრაობს საერთოდ. ნუ გამონაკლისი ალბათ ეხლა ეს კადრებია, როცა იგი კვალდაკვალ მიყვება, ეხლა ცდილობს, რომ ის რაც შეიძლება ახლო მანძილზე მივიდეს შოთა აფხაზავასთან, რომ იქიდან უკვე გაიშვიათებულ აერის და უფრო თავისუფლად დაგეგმოს, მოხდება თუ არა იგი გაასწრებს. ნამდვილად, ნახოთ. მაგრამ აფხაზავა თუმცა სწორ მონაკვეთებზე შოთას ავტომობილი და თვითონ შოთა აშკარად ჩანს რომ უფრო ჩქარია. ჩქარია, აქ შეგახსენოთ პატრიციულ მაყურებლებო, რომ ესეც მონოკლასია, ანუ ერთ და იგივე სიმძლავრის ავტომობილებით ასპარეზობენ და ყველაფერი დამოკიდებული არის მართვაზე, მართვის სტილზე და პილოტის ოსტატობას. შეიძლება მოსახვევიდან 1 კმ/სთ სიჩქარით უფრო ჩქარა გამოვიდეს ერთ-ერთი ავტომობილი. შეიძლება ნაკლებითაც ვატო. არ საკმარისი იყოს. ერთ-ერთი 1 კმ ჩქარა გამოვიდეს და ამან მთელი სურათი შეცვალოს სწორ მონაკვეთზე. რასაც ჩვენ ახლა ყველყურს ვადევნებთ. კлау გაიშალა პირველი ოთხეული. ვერადა ვერ ეწევა. არ მინდა დავიჯერო რომ VTB ბანკმა დაყარა ფარხმალი და ესე ადვილად დათმობს მესამე პოზიციას. ვნახოთ ასეთი ტიპის რბოლებში არაფერი არ არის გადაწყვეტილი, სანამ არ გადაკვეთავენ საფინიშო ხაზს. აი ხა ქაჯაია შეუტევს და მაქსიმალურად ეცდება რომ ფაქტობრივად მიაწვეს აფხაზავას ავტომობილს, აი უკანა ხედიდან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, მაქსიმალურად დილობს რომ სიმეტრიულად გაიარო. ფაქტიურად გადამული არის 4-ვე ავტომობილა.
აი ახლა აქ შანსი დათას ნახოთ აი შოტას თუ მოუწურდა არა იყო მცდელობა გასწრების მოსახვევში მაგრამ არა აფხაზავა გამოსტილია და ზედმიწევნით კარგად იცის ლეგენდქარი შევახსენებ მაყურებლებს რომ ეს მისი ინიციატივით მისი დათა ცდილობს უკეთესი გამოსვლა გააკეთოს სწორზე კონდეს უპირატესობა ცდილობს სტრიმიც გამოიყენოს ახლოვდება ყველაზე ჩქარი მარცხენა მოსახვევი ნახოთ როგორ გამოიყენებს ამას დათა ქაჯაია ევროპის სამგზის ჩემპიონი კაკაბაძე თავის მხრივ უტევს არჯევანიძეს ახლოვდება უკვე ფინიში აი გოგა წამოეწია ქაჯაიას როგორც აქ შოთამ შეანელა სულა კი ასეც არის მაგრამ ამ მოსახვევიდან წესდა აფხაზაურის რაფათონა გამოვიდეს დავინახეთ როგორ უბიძგა კაკაბაძემ უბიძგა ქაჯაია ჩაუდგა მას კვალში იქ არჯევანიძე შეცდომა დაუშვა და აი ამის ხარჯზე კაკაბაძემ იმდენად ჩქარა გამოვიდა მასახვედან რომ მას მოუწია ბალახზე გადასვლა ამით ისარგებლა კაკაბაძემ და მესამე პოზიცია ნამდვილად ბალახზე გადავიდა და გუნდის საფარზე კიდე მართლა საკმაოდ რთულია მისიც გამოკვირდა რომ საერთოდ ტრაექტორიაზე დარჩა აი ნახოთ არჯევანიძე ის ნახოთ დარჩებოდა ტრაექტორიაზე თუმცა დაკარგა პოზიცია ნახოთ აფხაზავა ეთრად ჭრის თითოეულ მოსახვევს რამდენი მცდელობა ქონდა რამდენჯერ დააგეგმა მოსახვევებში მოსახვევს უტევენ თითოეული პილოტი შესაძლებლობის ვარზე მიდიან არის უფრო შეიძლება ასე ითქვას ბოლო ამოსუნთქაზე და ქაჯაია აი არჯევანიძემ ზუსტად იმ შეცდომა რა მოგვიტანა რომ ანუ საკმარისი მანძილი ჩამორჩა ამ ხელაცნევას და ამ ხელად დატვირთვას ფაქტიურად უკიდან ვერ გაუძლო აიძულა შეცდომა დაეშვებინა ახლა იქნება მცდელობა ნახოთ აფხაზავა აი მოცულდა აი იმდენად დიდი სიშკარით შევიდა მოსახვევში რომ ქაჯაია ფაქტობრივად კონტროლირებად მოცურებაში შევიდა აი ვნახოთ ახლა და კაკაბაძე იბრძვის მეორე პოზიციისთვის აი დათა დაუშვა იქ შეცდომა აი მოცურების ხარჯზე მან დაკარგა სიშკარე მაგრამ უკეთესი პოზიცია აქვს და ტრაექტორია უკავია ამით ისარგებლა დათა ქაჯაია გამოეთიშა ასპარეზობას მესამე ადგილიდან გადაინაცვლა მეოთხეზე ჩვენ დავინახეთ როგორ უბიძგა კაკაბაძე თუმცა ეს დაშვებულია ასეთი ბოლოში ნახოთ ეს სტუარტების გადასაწყვეტია რამდენად ეს ჯდებოდა რეგლამენტის დათა ქაჯაია მეოთხე გოგა არჯევანიძე აი რაც ჩვენ თქვით ლეგენდ კარში არაფერი არ არის გადაწყვეტილი დავით კაკაბაძე მეორე პოზიციაზეა სანამ არ აფრიალდება საფინიშო ალო როგორ ჩვენ თქვით შევხედოთ რა იქნება თუმცა ძალიან ცოტა დრო რჩება იმისთვის რომ დათა ქაჯაია წამოეწიოს და უკვე ნახოთ პოდიუმისთვის იბრძოლოს და რა ქაჯაია აშკარად უკვე ამ სამეფოში იბრძოლოთ ხელში აუთსაიდერი მოკლედ შოთა აფხაზავა შეიძლება ითქვას ამოისუთქა იმიტომ რომ ყველაზე მთავარი და დაუნდობელი მდევარი ჩამოიტოვა კაკაბაძე არ მქონია რომ დაეციოს ძალიან რთულია მთელი რბოლის განმავლობაში გაუძლო ამ ხელაწნევას მან ეს მოახერხა შეინიშნა პირველი პოზიცია აი უკანა პოზიციებზე ვხედავთ გიორგი ბეჟიტაშვილი და დავით აფციაური იბრძვიან პოზიციებისთვის მე მგონი 12 პილოტები უკვე მეორე წრეზე მიდიან აქ სტარტ-ფინიშის ხაზზე ნახოთ როგორ გადანაწილდება ეს სამი შოთა აფხაზავა პირველი დავით კაკაბაძე VTB ბანკი მეორე ლიბერტი ბანკი მესამე სამწუხაროდ დათა ქაჯაია მიაფორსმა გადაინაცვლა მეოთხე პოზიციაზე ფაქტიურად მას დღეს დათას უწევდა შეტევის განხორციელება თავის დაცვა და აღმოჩნდა ისე რომ მან დაუშვა შეცდომა დააშვებინეს აი შოთა აფხაზავა გამოდის სტარტ-ფინიშის სწორზე და იგი ისევე პირველ პოზიციაზეა. რა თქმა უნდა, იგი გამარჯვებულია. აი აფრიალდა. და ალამის აფინიშო და პირველი სამეული. ჩამოთვალოთ. შოთა აფხაზავა, მეორე არის დავით კაკაბაძე და მესამე არის გოგა არჯევანიძე. ალდე შეიძლება ამ სამეულში სხვა პილოტი გვენახა ჩვენ. მოდი ისევე დაუბრუნდეთ დათას საუბარს, როცა ის ამბობდა რომ მე ყველაზე ძალიან მიჭირს საქართველოში ასპარეზობა. საქართველოში ნამდვილად ყავს მსოფლიო დონის პილოტები და დღეს ეს ამ ავტოდრომზე დამტკიცდა, აი გამარჯვებული უხარია შოთას. ბუნებრივია, მას მრავალი გამარჯვება აქვს საერთაშორისო ტურნირებზე, მაგრამ პირად საუბარში მან აღნიშნა რომ ყველაზე დიდ სიხარულს იგი იღებს, როცა საკუთარ მიწა-წყალზე, საკუთარ კედლებში იმარჯვებს. კი, მანაც აღნიშნა რომ ყველაზე მეტად რბოლა მას უჭირს საქართველოში. ფაქტობრივად თავიდან როცა 2011 წელს ლეგენდარი გამოჩნდა და ასპარეზობაში ჩაება, ყველა არსებული პილოტი, ვინც ახლა ჩვენ პილოტში ვნახეთ, შოთა აფხაზავაზე იღებდა სწორებას. ზუსტად შოთა იყო
მაგალითს ის ეტალონი, საიდანაც დაიწყო ქართული ლეგენდ და ეხლა ხედავთ რომ აი გავიდა სულ 3-4 წელი და უკვე ბიჭები ტოლს არ უდევენ თვითონ აფხაზავას. ძალიან ხშირ შემთხვევაში შოთას ჯობნიან კიდეც და შოთა არის ხშირად რომ ამას არც მეოთხე პოზიციაზეა, თაობა გაიზარდა, რითიც თვითონ მოხარულია. ინაბულად პროფესიონალიზმის დონე ამაღლდა. საუკეთესო რგოლის მომსწრენი ვიყავი პატრიცინო ტელემაყურებელი, ალბათ დაგვეთანხმებით, მსგავსი რგოლები ახასიათებს ლეგენდკარს, ასე რომ გირჩევთ და უხვად იქნება 2015 წელს, როცა დაანონსდება რგოლები რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ჩამოგზავნეთ და თქვენ თვითონ ლაივში იხილოთ ეს დრაივი, ეს ხმა, ეს საუნდი, ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ტელევიზორით ყველა ემოციის გადაცემა ბუნებრივია შეიძლება. გამარჯვებული შეთანხმება. შეუდარებელი შეთანხმება შეიძლება ასე ვთქვათ. ძალიან კარგად იასპარაზა კაკაბაძემ, ფაქტობრივად ტოლი არ დავუდგა გოგას, ჯონდის გულის ხოდა შეცდომას დააშვებინა და პოზიციაც დაათმობინა. აი გამოჩნდა დავით ქაჯაიას ავტომობილი, რომელმაც დაუშვა შეცდომა ან დააშვებინა შეცდომა ეს ალბათ განხილვის თემა იქნება. აი ხა უკვე ბოლიდები შედიან ბოქსებში. 2 წუთში ალბათ ეხლა ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებით გაივლიან აწონობას და შემდეგი ვნახავთ ბლაუ პოდიუმს. აი ეხლა ვნახავთ აი ლიდერთა 4-ეული ან ქაჯაია სამწუხაროდ მე-4 პოზიციაზეა. თუმცა არაფერია მთელი ჩემპიონატი წინ არის, ასე რომ დათა კიდე იტყვის თავის საქმეს და დაიბრუნებს იმ დაკარგულ ქულებს. აი კაკაბაძე, შემდეგ გოგა არჯივანიძე და დათა ქაჯაია და გიორგი ბეჟიტაშვილი. ევროპა ბეთ რეისინგ. აი შედიან ისინი ტექნიკურ კომისიაზე. საუცხორბოლა ნახეთ პატიცინული მაყურებლობა, აი ეს დაუდებელი ბოლო ამოს უთქვამდე, რაც ყოველთვის ახასიათებს ლეგენდკარს და არც დღევანდელი ბოლა სეზონის გახსნა იყო გამონაკლისი. ეხება გამორთები ხაწონიან ავტომობილებს, გაივლიან ტექნიკურ კომისიას და შემდეგ უკვე მოხდება ამათი დაჯილდოვება. მოდი მაყურებელს შევახსენოთ, რომ დღევანდელი ღონისძიება ამით არ დამთავრებულა. წინ გველის ძალიან საინტერესო სხვა კლასის ავტომობილების რბოლები. მოდი ვთქვათ იმის შესახებ, რომ დღეს არის ერთგვარი კამპანია, FIA-ს საერთაშორისო კამპანია, ეს არის Save Kid Lives, შეუნარჩუნოთ ბავშვებს სიცოცხლე და რუსთავის ავტოდრომი და საგზაო უსაფრთხოების კომპანია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია უერთდება ამ კამპანიას, უსაფრთხო მოძრაობა გზაზე და ყველა პილოტი თვითონ გამოხატავდა თავის შეხედულებას და აუზიარებდა მაყურებელს თავის ას იმის შესახებ, რომ დაიცვან საგზაო წესები. ყველა ეს პილოტი, რომელიც დღეს მონაწილეობს სარბოლო სესიაში, ნამდვილად არის ძალიან კანონმორჩილი და ძალიან კარგი მძღოლი ყოველდღიურ ცხოვრებაში და აი ამას უწოდებს ზუსტად FIA და საქართველოს ავტომობილო ფედერაცია გაერთიანებული ერთად, რომ დავიცვათ ბავშვების სიცოცხლე. აი ეს კამპანია იყო ერთ-ერთი მთავარი დღევანდელ ასპარეზობაში. ხედავთ, რომ პილოტები შემოვიდნენ უკვე დახურულ პარკში, სადაც აქ უკვე ავტომობილთან ჩვენ ხედავთ ძალიან ლამაზ ავტომობილთან უკვე ტექნიკური манипуляციები სასტიკად აკრძალულია და ეხლა უკვე სულ რაღაც 2 წუთში ალბათ ვიხილავთ უკვე პოდიუმს. დაჯილდოვებას ყველაზე მაგრამ მე რაღაც მინდა ინტრიგის სახით დავიტოვო რაღაც ეჭვმეპარება, მაგრამ მაინც ვნახოთ იქნებ იყოს განხილვა იმ ინციდენტისა ქაჯაიასთან დაკავშირებით. თუმცა ეს ამერიკული დისციპლინა, ამერიკული სასპორტო დისციპლინა და იქ მიწოლა და კორპუსით ბრძოლა მიღებულია, ასე რომ თავარია ტრაექტორიაზე არ მოხდეს შეჯახება, თუმცა მიწოლა და ტრაექტორიდან ოდნავ გადაწევა ზუსტად ეს ქმნის იმ ლამაზ სანახაობას, რასაც ქვია ლეგენდების კლასი. ჩვენ ხედავთ პოდიუმი მზად არის. სალომე მზად არის. გაესაუბროს და ეს ემოცია გადასცეს. და აი ეს ძალიან კარგი დანერგეს რუსთავის ავტოდრომის მესვეურებმა, როცა პირველივე ინტერვიუ ხდება პოდიუმზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, მსგავსი რამ არის ფორმულა 1-ში და მე მგონი უკვე სხვა საავტომობილო დისციპლინებიც. ანუ პირდაპირ სარბოლო ავტომობილიდან გადმოსული პილოტი. ანუ პირველი ემოციები ბუნებრივია, ყველაზე ბუნებრივი, ყველაზე ნატურალური არის ზუსტად პოდიუმზე ნათქვამი სიტყვები და ზუსტად ამითია განპირობებული
აი ეს ნოვაცია, ეს სიახლე, რაც დაინერგა რუსთავის ავტოდრომზე, რა თქმა უნდა, რისი მოხარულების ჩვენ ვართ. სალომე მზად არის მიიღოს გამარჯვებულები, ტრიუმფატორები. აი ჩვენ ხედავთ გამეორებას, გადაიხვალებათ არჩილ ბიძინაშვილი, მრავალგზის საქართველოს ჩემპიონი წრეულ ბოლებში. აი იგი ისე ძალიან ცდილობდა, რომ სწრაფად შემოსულიყო, რომ მას მოუცურდა ავტომობილი და ფაქტიურად წააგო დღევანდელი შეჯიბრით აკარგა პოზიციებიდან, ნუ იქიდან უკვე ამოქაჩვა და ლიდერებთან ბრძოლა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. ეხლა ჩვენ თვალს ვადევნებთ. როგორ გადავიდა გოგა ჯევანიძე? აი ეს გახდა მისთვის საბედისწერო შეცდომა. მაგრამ მე ამაზე მეტად უფრო მაინტერესებს ქაჯაიას ინციდენტი. აი აქ ნახოთ. დავინახავთ. ნახოთ. დავით კაკაბაძე. არა ეს მე მგონი წმინდა წყლის სპორტული ინციდენტი იყო და არ მგონი ამაზე. ეხლა ჩემი სუბიექტური აზრია, მაგრამ ნამდვილად გეტყვით აქ დაახლოებით რა მოხდა. დავით კაჯაია ცდილობდა უკანა მრბოლელები შეენელებინა, რატომღაც იხმარა ტორმუზი. შესაბამისად დაეჯახა უკიდან დავით კაკაბაძე, მოცურდა კაჯაიას ავტომობილი და ამით დაკარგა პოზიციები. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენად გამიზნულად მოხდა ან სტრატეგიულად. მე ვეპარება რომ კაჯაიას ის მუხრუჭი გამიზნულად გამოიყენებინა. ფაქტია შენელდა კაჯაიას მანქანა, მაგრამ იმიტომ რომ მე მგონი ცდილობდა განსხვავებული ტრაექტორიით შესულიყო და გაესწრო. აი ჩვენ ხედავთ გახარებულ მრბოლელებს მონაწილეებს გულშემატკივრებს დავით კაკაბაძე, გოგა არჯევანიძე, რომლებიც ერთმანეთს 5-5 წუთის წინ ერთმანეთს ებრძოდნენ. რბოლაში ისინი არიან ერთმანეთის მტრები, კონკურენტები, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში ერთმანეთის კარგი მეგობრები არიან, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მაგრამ ის 20 წუთი, ის რამდენიმე წრე ერთმანეთისთვის არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ გზა, არსებობს მხოლოდ ავტომობილი და გამარჯვების წყურვილი. სწრაფო პირველი ადგილისთვის. სპოტაშოუს ნიკი ლაუდა ამბობდა თავის დროს, როცა იგი ასპარეზობდა, ჯერ კიდევ საკმარისი იყო თურმე რომ როცა იგი შლემს უკვე იხურავდა, იფუთებოდა სარბოლოდ, იგი ამბობდა რომ ემოციებს, ტვინს, გონიობას და რაციონალიზმს ტოვებდა სადღაც სხვაგან, გასახდელში, ბოქსებში და ასე შემდეგ. აი ხა პილოტები ავლენ პოდიუმზე, დაიკავებენ კუთვნილ ადგილებს. და ვიხილავთ დაჯილდოების ცერემონიალს. ბუნებრივია, იქნება შამპანური შხებები, არ მომბეზდება ამის თქმა, აქვე ვიტყვი მოკლე ისტორიას. ეს იყო 60-იან წლებში, როცა დენ გერნიმ ლემანზე გამარჯვებულმა, როცა მას გადაცეს შამპანური, მან სკეპტიკურად განწყობილ თავის გულშემატკივრებსა და ჟურნალისტებს გადაავლო თავზე და ზუსტად აი ამ 67-68 წლიდან ამ შამპანურ შხებებს უკვე ჩაეხარა საფუძველი ტრადიციულად. თუმცა როგორც ხედავთ, ეს სპონტანური საქციელი იყო თავის დროზე. აი სალომეც. გადავინაცვლოთ სალომესთან, რომელიც გაესაუბრება გამარჯვებულებს. ბუნებრივია, პირველი გამოვა მესამე ადგილის მფლობელი, შემდეგ მეორე და შემდეგ უკვე შოთა აფხაზავა პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებული. მოდი ნიკა შევახსენოთ მაყურებლებს, რომ არ უნდა გადართონ წინგველის ყველაზე საინტერესო. დავაანონსოთ, რომ წინ არის კიდევ ორი საავტომობილო დისციპლინაში ასპარეზობა და ერთი არის მოტოციკლეტები, ან ორი საავტომობილო და ერთი მოტოციკლეტები. BMW კომპაქტ კლასი, მონოკლასი იგივე და შემდეგ ტურინგი. ტექნიკურ დეტალებზე ვისაუბროთ უკვე ბოლის დაწყების წინ, მოგვიანებით და ბოლოს დაასრულებს მოტოციკლებით გარბენი. რაც ასევე სანახაობრივია. ნამდვილად ძალიან რთულია მანქანა დგას 4 პორბალზე, მანქანის მართვა შედარებით ადვილია ვიდრე მოტოციკლეთის. ნახოთ რა შემოგთავაზებენ ბიჭები, საკმაოდ ბევრი მონაწილე ყავს მოტოგარბენშიც და იქაც უკომპრომისო ბრძოლა შემოგთავაზებენ. იმედი ვიქონიოთ. ყველაფერი კარგად ჩაივლის ინციდენტების გარეშე. ჩვენ ხედავთ Blue Racing, ეს არის ენერგეტიკული სასმელების კომპანია, რომელსაც ყავს ძალიან ენერგიული ავტომობილი, 26 ნომრით ასპარეზობდა, თუმცა სამწუხაროდ ვერ მოახერხა და ვერ დაიკავა კარგი საპრიზო ადგილი ვერ დაიკავა. არა უშავს, ეს ახალგაზრდა კომპანია არის ავტოსპორტში. დებუტანტია მე მგონი. აი ხა დაჯილდოების ცერემონიალს ვიხილავთ.
აი ხედავთ ლამაზი გოგონები ელოდებიან რომ გადასცენ და დააჯილდოვონ სიგელებით ნომერი 21 გოგა არჯევანიძე ლიბერტი ბანკის გუნდის წევრი აბლოდისმენტები გთხოვთ მეორე ადგილი ნომერი 93 დავით კაკაბაძე და პირველი პოზიცია რომელიც დაიკავა შოთა აფხაზავა ნომერი 12 აბლოდისმენტები გთხოვთ და მე კვლავ ეთერში დაგიბრუნდით ამჯერად უკვე ლეგენდ კლასის გამარჯვებულებთან და ორი სიტყვით გოგა რა სიტყვით დღევანდელ რბოლაზე პირველი არხის მაყურებლისთვის ძალიან სერიოზული რბოლა შედგა ძალიან საინტერესო იყო ულოცავ ჩვენს ყველას გულშემატკივრებს და მონაწილეებს ამ უდიდეს დღეს და მადლობელი ვარო დღეს წილად ხვდა მესამე ადგილი დიდი მადლობა ახლა მეორე ადგილის მფლობელთან მივალთ დავით კაკაბაძე VTB ბანკის გუნდის პილოტი დავით როგორ შეაფასებ დღევანდელ რბოლას რამდენად დაძაბული იყო პირველი არხის მაყურებელს ძალიან ძნელი ბრძოლა იყო იმიტომ რომ ნახევარი მანქანები ყველა ერთ წამში დავდიოდით და რეალურად ძალიან ძნელი ბრძოლა იყო გილოცავ ამ გამარჯვებას და შოთა თქვენც რომ გითხრათ как сегодня гонка удалась не удалась как борьба Борьба была жаркой с первого до последнего круга, но когда выиграешь, все очень нравится. Спасибо. Спасибо. დიდი მადლობა ყველას და ახლა ტრადიციული შამპანიურებით წუწაობა და ფეიერვერკები რუსთავის ავტოდრომის დაჯილდოების აივნიდან. და დაიწყო შამპანიურის გახსნა. მე დავიმალები. აი ჩვენ ხედავთ იმ ტრადიციის გაგრძელებას შამპანიურებით წუწაობა. როგორ უხარიათ ბოლელებს დამსახურებულად დაიკავეს პოდიუმზე ის ადგილები გააგრილეს ერთმანეთი იმიტომ რომ მათი ტემპერატურა აღწევს ძალიან მაღალ ზღვარს დაძაბულობის შედეგად შეიძლება ითქვას პიკზე იყო მათი ნერვული მდგომარეობა ეხლა ყველაფერი მოიხდა გამარჯვება ხსნის ყველაფერს ყველა იმ სტრესს ყველა იმ დაძაბულობას რაც აერფულის განმავლობაში ნიფემედეს გრილი შამპანურის 1-2 კლუბი და მეტახვები ალბათ ვატო მოდი დავემშვიდობოთ ლეგენდის ტიპის ბრბოლელებს, მოასპარეზეებს, რამდენიმე წუთში ჩვენ შემოგვიერთებიან BMW კომპაქტ ხაფი, ყველაზე დაძაბული, ყველაზე ბევრი და ყველაზე სანახაობრივი კლასით.